თბილისის რეაბილიტაციის პროცესის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მერმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერების დროს განაცხადა. უგულავა მეტეხის აღმართთან ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩაზე მცხოვრებლებთან გამართა შეხვედრა ძველი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის ინფორმაციით მეტეხის აღმართსა და ჯორბენაძის ქუჩაზე 40-მდე სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. პროექტზე დახარჯულია 9 მილიონი ლარი და სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 9 მილიონი ლარი სჭირდება. თბილისის მერმა ევროპის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და დარეჯანის სასახლის ჩამონგრეული გალავანიც მოინახულა. კარგად ხედავთ, რომ ძველ თბილისში ძალიან ბევრი ავარიული სახლი აქვს ჯერ დარჩენილი, რომელშიც ცხოვრობს ხალხი და ამავდროულად მათ აქვთ ისტორიული ძეგლის სტატუსი. ამიტომ მე მართლა გულწრფელად ვისურვებდი, რომ ცენტრალური მთავრობა არ მოქმედებდეს პრინციპით, რომ ნაბანწყალს ბავშვი უნდა გადააყოლო. დღეს ხშირად საუბრობენ ამ რეაბილიტაციის პროექტის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ავკარგიანობაზე, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ვიწევს ძალიან მწირი რესურსებით ამ პროექტის გაგრძელება, მაგრამ აუცილებლად ვაგრძელებთ. Ლიანად ჯერჯერობით ამ ქუჩაზე ერთიანად ამაში შედის როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასე შიდა ეზოს კომუნიკაციები. ამ ეტაპისთვის 9 მილიონ ლარამდე არის დახარჯული. ფონდი ყველა დაწყებულ სამუშაოს დაასრულებს. ამის თანხმობრივად ჩვენ გვაქვს ყველაფერი გამოყოფილი. აქედან გამომდინარე არანაირი პრობლემა არ არის. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ნელა, რათა არ იყოს მოქალაქეების მხრიდან რაიმე უკმაყოფილება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი კულტურული მემკვიდრეობის უბანში, ასეთი ურბანულ ქსოვილში ამის მიტოვება არ შეიძლება. ამიტომ ის აუცილებელი პირველ ეტაპზე ის აუცილებელი, რაც საჭირო არის დარეჯანის სასახლის მარჯვენა გალავანზე კელის უბანში საკონსერვაციო სამუშაოები პროექტის დამუშავების შემდეგ ამავე რეაბილიტაციის ეტაპზე დავასრულებთ.